ედრადორის ბოთლი როცა გვაქვს მაგიდაზე, ეს ნიშნავს ერთადერთ რაღაცას. Hello კობა. კობას ბოთლს ინჯავთ. დიდი მადლობა კობას. დავით ველიჯანა, ლევან ჭედია, ვისკის მოყოლთა კლუბი და დღეს გავსინჯავთ ედრადორის ხას, ანუ ბალეხინს. ხო, ბალეხინს. ედრადორის არის აბა ვიცი. არა, ხო, მეგონი. ხო, ედრადორი არა, მე ედრადორის ბალეხინსა, ესე ვიტყვი მაშინ. 15 წლიანი და რაღაცა ისეთი ღვინის სახელია, რომ ლევანმა მე ვიცი და მაგაზე მე უნდა მოვყვეო, შენ ხმა არ მოიღო, მე დავგუგლე ყველაფერი ვისწავლე, დისერტაცია დავიცავე, მაგრამ შენ ხმა არ მოიღო, მე უნდა მოვყვეო და ღვინოზე ეგეთყვით. კასრის სიძლიერის დაიკითხე შენ რა? რა თქმა უნდა მოვასწარე ყველაფერი. 54.1 და ამას ქვია Huelva Orange Wine Cask Finish. Orange wine, ანუ პორტოხლის ღვინო. ისე აი პორტოხალია თუ ორანჟი, იმიტომ რომ ორანჟი კიდე სალკე ხილი არის. ციტრუსი უფრო სწორედ. და აი მოიცა როგორ კაცო orange ინგლისურად ვამბობთ, ეგ არის პორტოხალი არა? ორანჟი. ხო და არ ვიცი. კიდე რამე სხვა ხილია. ორანჟი კიდე სხვა ხილი არის რა. მჟავე პორტოხალივით არის, კურკებიანი, ბევრი კურკე აქვს შიგნით. ეგეთი პორტოხალი პატარა ზომის არის. ანუ ნახე, ეგეთი პორტოხალი პატარა და კურკებიანი შემხედრია. ეგეთიც მიჭამია. დიდი და უკურკუც მიჭამია. ქართულით ხო და აი ეგ სხვა ციტრუსია. სქელქერქიანიც და ანუ ამ ყველაფერს მე ვიზახ პორტოხალს და ხო, ეგრეა, ხო. შენ პორტოხალის რაღაც შიდა ჯიშებზე ანუ ზაღლებში რომ ზაღლიას ვარიანტია, ხო? არა, ზაღლებში ჯიშები და კატა არის ყველა რა. ეგეც არის ხო. კი, პორტოხალი სხვადასხვანაირი რა თქმა უნდა მილიონერი პორტოხალი არსებობს და შეიძლება შერასწამოთ ის სხვანაირი პორტოხალია რაღაცა. მაგრამ ორანჟი პორტოხალი არა, შიდა ჯიშები არ ვიცი რა. ორანჟი ვაინი რა არის? ერთი სიტყვით, ერთი მოკლედ რო ვთქვათ რა. მოკლედ შერია. ოღონდ რა შერი არის? აღებულია ორი ტიპის ყურძენი. პედრო ხიმენესი და ზალემა. ზალემა პირველად გავიგე მეც, არასდროს არ გამიგე. შენ გიგე ზალემას მართლა კი არ წამიკითხავს ხო შენ გისმენ მე. ამის მე ხო. პედრო ხიმენესი და ზალემას ამ ორი ტიპის, ორი ჯიშის ყურძენი არის აღებული და ამერიკულ მუხის კასრში ამ ორი ყურძნის ღვინო არის დაძველებული 12 თვით. სადაც პლუს შიგნით ჩაყრილი არის ბიო პორტოხლის ან ორანჟის, ასე. ისინი, რა ქვია? ქერქები, ზესტი? ზესტი, ხო. თეთრებიანად. თუ მარტო თეთრები. აი ეგ დეტალები არ ვიცი. ხო. 12 თვე. ამის შემდეგ 12 თვეში ამოიღებენ ამ ორი ჯიშის ყურძნის ღვინოს და ასხამენ სხვა კასრში, რა კასრში არ არის ცნობილი. ეს უკვე ღვინო, როგორც პროდუქტი ღვინო. ხო, 12 თვის შემდეგ ასხამენ ცალკე კასრში და 5 თვის მანძილზე აძულებენ სოლერა მეთოდით. გასაგებია ეს ღვინო. ხო, ღვინოს. და მიიღება მოკლედ ეს ღვინო საბოლოოდ 6 წლის შემდეგ. მაგრამ იმ კასრში პორტოხლები რო ეყარა და რო ამოიღეს ის ღვინო. საწავიდა ის კასრი? ის კასრი წავიდა ედრადორში. ხო, კარგი პანა ჩამოგეცია. ის კასრი წავიდა ედრადორში და დაძულებული არის უკვე ედრადორის ტორფიანი ბალეხინი 15 წლით. კასრის სიძლიერის 54.1 გრადუსი. ველოდები ახლა როგორი პორტოხლის გემოები ექნება. არა მგონია პორტოხლის გემოები მაგაში განმოსულიყო. ზოგადად მე არ მინდა რომ ესე ცალსახად თქვა რომ ეგრეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როდესაც ჩვენ ვიგებთ რომ თუნდაც განსაკუთრებით ღვინოში ორი ყურძნის კუპაჟირებულ ღვინოში პორტოხლის ქერქები ჩაყარეს, ეგრევე გიჩნდება რა. ღვინო მარი ვარ, არა ბიჭო. და პორტოხლის ქერქით გინდა რაღაცა გამოიყვანო მაგ პროდუქტისგან. ეს გავიგე, კი ბატონო, ეს ბლენდინგის, შერევის, რაღაცების, გემოების შერწყმის მასტერინგი გავიგეთ და მართლა საინტერესოა. შეიძლება სულაც არ არის ეგრე მე რაც თქვი და პირიქით ვიღაცას უნდა კაცო და ძალიან საინტერესო გემოებს იღებ. ვიღაცამ თუ ეგეთი რაღაცები არ აკეთე, ახალ გემოებს ხო ვერ მივიღებთ რა. ამოგვივა ყელში ერთ და იგივე ხელესი, ერთ და იგივე რაღაცა. რაღაცებს ცდილობენ აკეთებენ, მაგრამ მაინც ეს გიჩნდება ხოლმე რომ რაღაცა უნდათ რომ მაიმუნობა დაუმატონ რა. ყოველ შემთხვევაში აქ მაიმუნობა აღარ არის, ეხა ის ღვინოთ წავიდა და ღვინოს თუ ვიშოვით მაგისაც ცალკე დავულებთ, მაგრამ ეხლა ვისკის ვთქვათ ჩვენ. ვისკის, რომელიც გააკეთა ედრადორმა ბალეხინის ხაზით, ძალიან მაგარმა წარმოებელმა და უბრალოდ ის კასრი გამოიყენა. ამ მასტერ ბლენდერმა და კასრების შემრჩევმა, ეს ცალკეა კიდე კასრების არჩევენ ხოლმე, ჩათვალა, რომ ეს კასრი საინტერესოა ვისკისთვის. აბა ერთ ნახოთ რა გამოვაო. რო ჩაასხეს და დააძველეს, მთელი 15 წელი ელოდნენ და მერე გასინჯა და ბიჭო, კაი გამოვიდა, მოდი გავყიდოთო.
თორე ესენი არ კადრულობენ ცუდების გაყიდვას როგორც წესი რა, ვიღაცები კადრულობენ ხოლმე ისეთი ვისკის ბოთლში ჩასხმას, რომელიც ჩასხმაც შეურაცხყოფაა მომხმარებლის. ესეთი ვისკებით დაგვილებია. მაგრამ მე ედრადორისგან ეგეთი რამე არ გამიგია არც მსმენია და არც გამისინჯავს ეგეთი ვისკი, რომ მეტნაკლება შეიძლება მოგეწონოს, მაგრამ როგორც წესი ყოველთვის კარგია ხოლმე რა. ბალეხინის ხაზი, ტორფიანი. ტორფიანი. აბა ვნახოთ პორტოხალს თუ დავიჭერთ ახლა შეგნით. კაია, მაგრამ პორტოხალი არ არის. მოიცა? ისი რა არის? ეხა რო იცი რო არის, მოიცაგე ხვეწები, ეხა აი რო არის, რო არ ცოდნოდა, ეხა საიდან მოიდან და პორტოხლის ფერი როა ეს. ხო. ჩემი საათი სამაჯურიც. მართლა არის. გაჩერდი ბიჭო. ახლა მეც დავიჯერე, ნახე. ჯერ ხო ვიცოდი ინფორმაცია მქონდა. მე ესეთი დიდი გავლენის პიროვნება რომ მეუნება, ეგეთ რაღაცას რო არის პორტოხალიო, ახლა ლევან ჭედია მოდის და ამაში პორტოხალია. და მოდი და ახლა უთხარი რომ არა არ არის. აქ ცხვირი, კაი ცხვირი აქ. ცხვირია. აი კანის პორტოხალის კანის შიდა თეთრი რბილობის. აი მაგისი სუნი. აი სიმჟავე კი აქ რაღაცნაირი სიმჟავე, კარგი და მომწონს ძალიან. უი, აი ახლა გეუბნე ციტრუსია მთლიანად. ციტრუსი არის ოხრად, ხო? კი, კაია. და თან ისი რა არის ახლა კასრში ეყარა პორტოხლის კანები რა და ახლა აი ციტრუსი ისედაც არის ხოლმე ბიჭო, ციტრუსებს ვისკოში, ვისკიში განსაკუთრებით თუ ბურბონის კასრია ხოლმე, პოულობთ, ხო? შენ შემთხვევაში. ნუ ამ შემთხვევაში ცოტა სხვა კასრებზე ალაპარაკი, მაგრამ არის რა, ციტრუსი არის, ბევრი და ძალიან კარგი ციტრუსია. უბრალოდ მე ამის მიღმა მინდა რამე ვიპოვო და თუ რამე სიპოვე არ დამიმალო. ტორფი არა ხო საერთოდ? აქ, ოღონდ ცოტა აქ. ძალიან ცოტა აქ. სიმლაში აქვს სულ, მინერალური სიმლაშია და ეგ სიმლაში უფრო მაფიქრებინებს რომ ტორფია, თორე იმდენად ცოტაა, რომ იმ სიმლაშეში გავიყვანა ეგ ტორფიც ახლა რომ ესეთი თითქმის უტორფო ბალეხინი პირველად გავსინჯი არა და ბევრი ბალეხინი ჩავწერე. წლება ხო აქ და 15 წლიანი ბალეხინი, 1 წლიანი 19-იანი ჩავწერე. 19-იანი ჩავწერე, მეტი ტორფი იყო იქ. მიგ ძალიან ტორფიანი იყო ის. კი ბატონო. ალბათ კასრმა მოკლა, არ ვიცი. კაი ცხვირია. ძალიან კარგი ცხვირი აქვს. ბიჭო, რაღაცა აქ კიდე მოიცა ერთწუთი. არა, ვიხდები, იქნება გემოზე მივხვდი, მოდი დავლიოთ რა. აი, ნახოთ. აუ, ძალიან ნაცნობი აქ რაღაცა და კარგი გემოა ძალიან. აუ, ძალიან გემრიელია. აუ, არის პორტოხალი რა. პორტოხალი არის ბიჭო, მაგრამ რაღაცაა სხვა. აი ხა ტორფი გამოჩნდა, გაცილებით უფრო. ჩემთან გამოჩნდა. ნუ ჩემთვის ის სიმლაშე მოემატა, მაგრამ ტორფი არ არის. ტორფი მოემატა ჩემთან, მე ესე ვიგრძენე ყოველ შემთხვევაში. სიმლაშე გადაფარა ტორფმა. იცი რა არის? აი გეტყვი. აი ხა გავიხსენებ. მე ყოველ შემთხვევაში ჩვენ ოჯახში ვხმარობთ ამ პროდუქტს და არ ვიცი რამდენად შენ ნაცნობი ხარ ამ პროდუქტთან. ნეკერჩხლის სიროპის რაღაცა აქვს. ნახე ალბათ გაიხსენე თუ ბლინებზე მოგისხია, ხო? სქელი სიროპი რო არის, ამაზე მუქი ფერის და ახლო მუქი ყავისფერი. რაღაცა ნეკერჩხლის სიროპის აქვს. ოღონდ ოდნავ დაკრავს, აი მაგისის აქვს რაღაცა რა. და ეგ მე მიყვარს ნეკერჩხლის სიროპი ძალიან მოწონს რა. და კიდე საით წავედი ისი მე ცოტა მარილი რომ მოაყარო ამ პორტოხლის კანს. კი. ოღონდ რაღაცა სიტკბოც უნდა კიდე. პორტოხლის კანს მარილი ტორფი რომ მოაყარო რაღაცით უნდა დააწყო და აი ნეკერჩხლის სიროპი უნდა დააწყვეტო. და გამოვა ეს გემოები სავარაუდოდ რა. ჩვენი კომბინაცია გემოების ყოველ შემთხვევაში ესე აქვს. კი, მაგრამ ნუ ესე აღვიქვამთ ჩვენ რა და რავი თქვენც რო გასინჯავთ შეიძლება დაგვეთანხმოთ, იმიტომ რომ ეს არის მთელი მუღამი ეს არ არის, რაც კარგი ვისკის რო სინჯავ, აი კომპლექსური, კარგი და მრავალფეროვანი ვისკი, აი ესე გაფიქრებინებს და აი ეხა მე რო ვარ აღფრთოვანებული, ეგეთ რაღაცა მასე რა ქვია აღფრთოვანებულ სტოვებს ადამიანს რა. ეს გრადუსი საერთოდ ეტყობა, არ დაგვაუწყდეს რომ არ ეტყობა, მაღალი გრადუსია. 1-ია და ძალიან გემრიელი. ის გარევ ატყლის. ია, მე მინდა გავურიოთ. მე მგონი არ უნდა იმდენად კარგი ბალანსია მენანება, მე მგონია რომ გავაფუჭებ, მაგრამ რახან მიმოხილვას ვაკეთებ, კაი ხა ვნახოთ. გავურიოთ. მოკლედ, ფასი არ მithქვამს, ხო? ხო, ფასი არ გითხრას. ფასი ხო გადავამოწ მე 80 ევროდან ზევით, ხო? 80-100 euро რა. 80-100 ზოგან 100-ზე მეტიც ღირდა რა დაახლოებით, მაგრამ ჩემი აზრით ეხლა უკვე რაც შევიგრძენით ამ ვისკისგან აბსოლუტურად ნორმალური ფასი. კი. მაგრამ ისე რა არის, ამ ფასებს რო ვიზახით ედრადორის და ბალეხინის შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა მაგას არ აქვს, იმიტომ რომ ამათი ყველა ბოთლი არის ერთჯერადად გამოსული. ანუ იგივე შოვნა ძალიან ძნელია, ცოტა ხოლმე. კი. აგერ 2430 ბოთლი გამოვიდა ეს. კი ბატონო, იგივე შოვნა როგორც წესწინებია. 2 წლის, არა, 1 წლის წინ და. ხო, მაგრამ მაინც ახლა ფასი. რა ხე, ხო 500 euро რო ყიდეს, ხო არ ვილაპარაკებთ ეგეთი აღფრთოვანებით, ხო? 500 euро ღირს რაღაცა ნაკლები უფრო
ძალიან მრავალწლიანი ედრადორი, რომელიც დავდეთ 25 წლიანი. 30-იანის შევწერე. 30-იანი. ნუ ის რაღაც ასტრონომიული ვისკია და ასტრონომიული ფასი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთან წყალმაც ხური ცოტა გააფუჭა, გააღარიბა. ჩემთან უფრო ტკბილი, ეხლა რა წამოიღო ისი? ხო. ისევ პორტუგალებისკენ ვარ. ოღონდ უკვე აი წითელი პორტუგალი რო არის, იტალიური, სიცილიური პორტუგალი, წითელი ფერის ტკბილი რო არის, ხო? აი ეგ წამოიღო. გემოზე გაატკბილა, მართალი ხარ, სულზე ვერ ვიგზავნა სიტყვა, იმიტომ რომ კოპიტა მიჭირავს. გემოზე გაატკბილა. კარგად გაატკბილა, წყალი აიტანა, კარგად აიტანა წყალი. მოუხდა. კი. წყალი კარგად აიტანა და გაატკბილა, აი ნეკრეჩხლის სიროპი, ეხლა უფრო გამოვიდა. კი. ეხლა გამოვიდა ნეკრეჩხლის სიროპი, ოღონდ ტორფებით. კაი, ძალიან კაი. კარგი ვისკია, კი. მშვენიერი ვისკია. მადლობა გობა, კიდევ ერთხელ გამოცდილების თვის, თქვენ კი თუ გადააწყდებით ამას ან მსგავს არ ვიცი. რამდენი 2000 რაღაც ბოთლია და იქნება ვინმეს არ დაულებია და სადმე კიდე იყოს გამოიწეროთ რავი. ან კიდე ერთი ექსპერიმენტი ეგეთი ჩაატარონ და გამოუშვათ. მაღალი დონის ვისკია, ვერაფერს ვერ დაუწუნება აბსოლუტურად. მით უმეტეს ფასის გათვალისწინებით, ამ დონის ვისკისთვის ძალიან კარგია. მადლობა რომ გიყურებთ. მადლობა ყობას, გამოიწერეთ არხი, გაწევრდით Facebook ჯგუფში ვისკის მოყვარულთა კლუბი. აბაჰე.